მოგესალმებით. ტრადიციულად მინდა მადლობა უთხრა Prime Time-ის პრეს კლუბს მოწვევისათვის და რადგან ასე ვთქვათ, ჩემი აქ მოსვლის ინიციატივა თქვენგან წამოვიდა, ჯობია რომ თქვენ დაიწყოთ კითხვები დამისვათ და მე თუ რაიმე დამრჩა ასე ვთქვათ სათქმელი, მე შევავსებ. ანუ პირველი კითხვა რა თქმა უნდა თვითმმართველობასთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც უკვე დაიწყო პარლამენტის საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს, არასაპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება ამ განხილვებს, როგორ მიმდინარეობს დაუშვათ ეს თანამშრომლობა, რამდენად იქნება გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომელსაც თქვენ აყენებთ. ფინანსური ვარაუდით რომ კოდექსი არა თუ რაღაც შენიშვნები არის მაგ კოდექსში შესატანი, არამედ სულადაც არ არის წარმოდგენილი არაფერი გაწერილი კონკრეტულად. აი, ამდენად არის, ვთქვათ, გარდა იმისა, რომ გარკვეული შენიშვნები გაქვთ, არის თუ არა გაწერილი კონკრეტულად ის კითხვები და საკითხები, რაც უნდა მოხდეს სულების მიხედვით. გასაგებია. კარგით, მე შევეცდები ორივე კითხვას გავცე პასუხი. დიახ, გუშინ დაიწყო საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვა. ჩვენ ფაქტიურად გუშინ მოგვეცა საშუალება, რომ დისკუსიის, დიალოგის, მსჯელობის ფორმატში ჩართულიყავით თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვაში, როცა ვგულისხმობ ჩვენ, ბუნებრივია ამაში ვგულისხმობ ახალ მემარჯვენეებს და ამაში ვგულისხმობ სხვა არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს. საქმე ის გახლავთ, რომ მიუხედავად იმ ხანგრძლივი მითქმა-მოთქმისა, განსხვავებული მოსაზრებებისა, პროცესში გარკვეული ცვლილებების განხორციელებისა იმავე საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან, საქართველოს პარლამენტში განიხილება კოდექსის ისევ ის პროექტი, რომლის ინიცირებაც მოხდა პირველ ეტაპზე, ანუ 7 ნოემბერს, რასაც ხელი მოაწერა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. აქედან გამომდინარე, თვითონ პრეზენტაციის დროს, თუ კოდექსის წარდგენის დროს, ავტორები უკვე აფიქსირებენ, ასე ვთქვათ, გარკვეულ განსხვავებულ მოსაზრებებს თავის მიერ ინიცირებულ, ანუ თვითონ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს ცვლილებები უკვე აისახებოდა განხილვის დროს ფაქტობრივად ახალ კოდექსის პროექტში, მაგრამ სამართლებრივი ტექნიკა იმას მოითხოვს, რომ რაც არის ინიცირებული, იმის გაწევა თუ არ ხდება, მაშინ იმ ინიცირებულ კოდექსზე ხდება მოკლედ ცვლილებები და ასე შემდეგ. მოკლედ ამ სამართლებრივ ტექნიკაში არ გადაგღლით ახლა მე თქვენ და გეტყვით იმას, რომ გუშინდელ სხდომაზე მე ვესწრებოდი გუშინ პირველის ნახევარზე დაიწყო 3 კომიტეტის სხდომა, ეს იყო იურიდიული, ჯანდაცვა და საფინანსო. მერე 4 საათზე კიდევ იყო 3 კომიტეტის სხდომა, იქ დარჩნენ ჩემი კოლეგები, სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, დღეს არის ადამიანის უფლებების კომიტეტი და კიდევ სხვა კომიტეტები, იქაც მიიღებენ მონაწილეობას და ხვალ ალბათ მე შეუერთდები და იქნება უკვე შეხვედრა ძირითად კომიტეტზე, ანუ რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტზე გავა ეს საკითხი. მე მინდა კონკრეტულად გითხრათ ის თემები, რომელიც გუშინვე ასე ვთქვათ, გამოაშკარავდა, რომ კოდექსის პროექტის პირველად პროექტთან მიმართებაში უკვე შეცვლილია. პირველი ეგრეთ წოდებული სასოფლო საზოგადოებრივი საბჭოები აღარ იქნება თვითმმართველობის კოდექსში. თქვენ იცით, რომ არჩევნების შემდეგ 6 თვის განმავლობაში გამგებლის, ასე ვთქვათ, ნებართვით კონკრეტული სოფლის მოსახლეობის 10% შეეძლო შეექმნა საზოგადოებრივი საბჭოების სიპის სტატუსით და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ მივეცით, ჩემი აზრით, სწორი შეფასება, რომ ეს იყო პარტიული სტრუქტურის მშენებლობისათვის ხელშეწყობა დაახლოებით ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობა თბილისში ამხანაგობების მეშვეობით აწყობდა თავის პარტიულ სტრუქტურას. მოკლედ, სასოფლო საბჭოები აღარ იქნება. თბილისი უბნების საბჭოებად აღარ დაიყოფა. იქვე ჩასწორება. თემა, რომელზედაც ბევრი საუბარი და მითქმა-მოთქმა იყო, ეგრეთ წოდებული თვითმმართველი ქალაქების რიცხოვნობის გაზრდა, ნაცვლად 13 ქალაქისა, ან დამატებით 13 თვითმმართველი ქალაქისა
თავად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დამატებით 7 თვითმმართველი ქალაქი გააჩინოს ადმინისტრაციულ ცენტრებში, ანუ ეგრეთ წოდებულ საგუბერნატორო ქალაქებში, სადაც გუბერნატორის ოფისებია. სუგამოვა 12, დღეს არის 5 და 7 ემატება, ეს 7 არის ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, ახალციხე, გორი, თელავი და რაღაც გავუმრჩა. ცხეთა, დიახ, მადლობთ. აი 7 ემატება. თუმცა ვერ მივიღეთ ჩვენ პასუხი ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე, ეს კითხვა მე პირადად დავსვი, რომ დანარჩენ ტერიტორიას ამ რაიონებისას რას უპირებს ხელისუფლება. გავიგეთ, რომ გორი გახდება ცალკე ქალაქი, მაგრამ გორის რაიონში რა ხდება თვითმმართველობითი ინსტიტუტების შექმნის თვალსაზრისით. იგივე ზუგდიდში და ასე შემდეგ. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ამ კითხვაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ და იქ ადგილზე როგორც გავიგე, არის მკვეთრად გაყოფილი ორი მოსაზრება. ქართული ოცნების ერთი ნაწილი ამბობს, რომ უნდა იყოს ქალაქი გორი და გორის რაიონი მთლიანად, მეორე ნაწილი ამბობს, რომ უნდა იყოს ქალაქი გორი და გორის რაიონი დაყოფილი რამდენიმე ნაწილად, რომლებიც იქნებიან აბსოლუტურად დამოუკიდებელი, სრულფასოვანი თვითმმართველობები თავის ბიუჯეტით, ქონებით და ასე შემდეგ. ამ თემასთან დაკავშირებით არის სერიოზული, მოკლედ დაპირისპირება თუ წინააღმდეგობა თუ განსხვავებული მოსაზრებები. თემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო, ეს არის ეგრეთ წოდებული სამხარეო გაერთიანება მუნიციპალიტეტებისა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი არასწორი, ჩემი აზრით, არასწორი ინტერპრეტაციები გაკეთდა, არასწორი შეფასებები გაკეთდა. ჩვენ ყოველთვის ჰქონდა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ შემდეგნაირი, რომ თუ ვაკეთებთ თვითმმართველობას, უნდა გავაკეთოთ სრულფასოვანი თვითმმართველობა. და თუ ვაკეთებთ გიბრიდს, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება ახორციელდება და თვითმმართველობა რაღაც დემოკრატიის ფასადად უნდა ავაფაროთ ახლა გუბერნატორს, რომ ვითომი ყველაფერი კარგად ხდება, ასეთი ჰიბრიდი არ წაადგება და არ გამოადგება თვითმმართველობის ზედა დონეს თქო. ასეთი იყო ჩვენი ახალი მემარჯვენეების პოზიცია და ჩვენ ვამბობდით, რომ თუ არის ორდონიანი თვითმმართველობა, ის უნდა იყოს სრულფასოვანი ორდონიანი თვითმმართველობა. ამიტომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ბევრი ასპექტი, ერში და ბერში შექმნილი მდგომარეობა, როგორც ჩანს და შემოგთავაზა, რომ სამხარეო დონეზე არანაირი სიპის სტატუსის მატარებელი საბჭო არ შეიქმნება, კოლეგიალური ორგანო, რაღაც სამხარეო პროექტების გადაწყვეტილების მიმღები და ასე შემდეგ. არამედ იქმნება ძალიან მარტივი ყოველგვარი სტატუსის გარეშე, სამართლებრივი სტატუსის გარეშე, გუბერნატორთან იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც არაფრის გადაწყვეტის უფლება არ აქვს. უბრალოდ გუბერნატორს რომ მოუნდება, რომ მხარის მასშტაბით რაღაც პროექტი განახორციელოს, რა თქმა უნდა ცენტრალური მთავრობის დავალებითა და მასთან შეთანხმებით, ასე დროს ის დაეთათბირება თავის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და გამგებელს. ოღონდ ეს დათათბირება არაფერში არ დაავალდებულებს ამ გუბერნატორს, რომ გინდა თუ არა მათი აზრი გაითვალისწინოს. ასეც იყო წინა პროექტში. პრობლემა იმაში იყო, რომ იქმნებოდა სამხარეო, ასე ვთქვათ, გაერთიანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით. იქმნებოდა თითქოს და კოლეგიალური ორგანო შექმნილი მუნიციპალიტეტებიდან, მაგრამ შემდეგ, როდესაც სიღრმეებში ჩაყვებოდით კოდექსს, იქ ეწერა, რომ თუ მოხდა აზრთა წინააღმდეგობა ამ არჩევით სტრუქტურას შორის და დანიშნულ გუბერნატორს შორის, უპირატესობა რჩებოდა გუბერნატორის მხარეს. ანუ გასაკეთებელს მაინც გუბერნატორი აკეთებდა და ეს იყო შირმა დემოკრატიული ფასადი, რომ თითქოს თვითმმართველობის აზრს ვითვალისწინებ, რაც შინაარსობრივად ნოლის ტოლი იყო. ეს იყო ჩვენი გაპროტესტების საგანი. ჩვენ ფაქტიურად ვთქვით, რომ არანაირი სტატუსები არ ჭირდება მით უმეტეს რეგიონის დონეზე, ეს რეგიონი ტერმინი საერთოდ უადგილოა თვითმმართველობისთვის. მით უმეტეს რეგიონის დონეზე და თუ არის ცენტრალური ხელისუფლების განხორციელების არეალი გუბერნატორის ადგილი, მაშინ ცენტრალური ხელისუფლების, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა დარჩეს ბოლომდე ყველაფერი და ეხლა ნუ გავაზავებთ ამას თვითმმართველობის გარკვეული წარმონაქმნით და ნუ რაღაც შევფუთავთ ამ საბჭოთი თქო. გაიზიარა ეს ყველაფერი ხელისუფლებამ უკვე და სესიაზე შემოტანილ პროექტში ეგრეთ წოდებული სამხარეო საბჭოები მუნიციპალიტეტთა გაერთიანებისა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით არ იქნება. რაც შეეხება თქვენს კითხვას,
რომ რაღაცეები არ არის კარგად გაწერილი, სწორად გაწერილი და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ სამი კომპონენტი ქმნის თვითმმართველობის, ასე ვთქვათ, ძალას და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მექანიზმს. ეს გახლავთ უფლებამოსილებები, რომელიც გადაეცემა თვითმმართველობებს, ეს გახლავთ ფული, ანუ ბიუჯეტი, რომელიც საჭიროა ამ უფლებამოსილებების აღსრულებისთვის და ქონება, რომლის დეცენტრალიზაციის შემდეგაც ხელი ეწყობა ამ უფლებამოსილებების აღსრულებას. კოდექსის პროექტში საკმაოდ დეტალურად არის წარმოდგენილი ის ექსკლუზიური უფლებამოსილებები, იგივე კომპეტენციები, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გადასცეს ადგილობრივ თვითმმართველობას. მაგრამ არ არის გაწერილი რა ფულს აძლევს თვითმმართველობას ცენტრალური ხელისუფლება, ანუ საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან რა წილი მიაქვს ამ უფლებამოსილებების აღსრულებისთვის თვითმმართველობას და არ არის გაწერილი კონკრეტიკა ქონების დეცენტრალიზაციისა. ამიტომ თქვენი კითხვა, რომ სად არის, ასე ვთქვათ, არასრულფასოვნების თუ ასე ვთქვათ, უკმარისობის გრძნობა სად იქმნება მოქცემულ კოდექსთან დაკავშირებით, იქმნება სწორედ იქ, რომ უფლებამოსილებას, კონკრეტულ უფლებამოსილებებს, რომელიც ჩამოწერილია აღნიშნულ კოდექსის პროექტში, თან არ ახლავს კონკრეტული გაწერა ბიუჯეტის დეცენტრალიზაციისა და ქონების დეცენტრალიზაციისა. ერთ საკითხს დავაწყო. კი ბატონო. წინ თქვენი საუბრით, რომ სამხარეო გაერთიანებები მუნიციპალიტეტები, ანუ აღარ იქნება. არა. ხო? ანუ ეს უკვე ასახულია წარმოდგენილ კანონ პროექტში. ხო გითხარით მე თავიდან ხომ გითხარით რომ კოდექსის პროექტის ავტორები მსჯელობენ იმ პირველადი ვარიანტით, რომლის ინიცირებაც მათ მოახდინეს, მაგრამ ამ პირველად ვარიანტში ისინი უკვე აფიქსირებენ თავისავე პოზიციას რა შეცვალეს, თუმცა ჯერ შეცვლილი არ აქვს. ანუ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით, მე როგორც საპარლამენტო ცხოვრების მცოდნე გეუბნებით ამას, ინიცირებული კოდექსის პროექტი გადის კომიტეტებზე განხილვისათვის და როდესაც კომიტეტებზე განხილვა მთავრდება, შენიშვნები გამოითქმება, ამას გაიზიარებს ავტორი, სესიაზე უკვე გააქვს ამ შენიშვნების გათვალისწინებით ახალი ვერსია. ანუ სესიაზე რაც გავა, იქ უკვე ეწერება ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფერი არ წერია, უბრალოდ ყველა კომიტეტის სხდომის ოქმში ფიქსირდება ის შესწორებები, რაც მათ დააყენეს, რაც გაიზიარეს ავტორებმა და ასე შემდეგ. ბატონო? დაფინანსებ და ეხარებით საუბრობთ, დიახ. არ არის გაწერილი დიახ. ასე შემდეგ. ამ ყველაფრის ასახვაც მოხდება, არ ვიცი, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით აუცილებელია ის, რომ საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადიდან, როგორიც არის მაგალითად საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიბმულია მოქალაქეზე და თავისი შინაარსით სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობაშია დასატოვებელი მნიშვნელოვანწილად, ისე როგორც მოგების გადასახადი, როდესაც იურიდიული პირი დარეგისტრირებულია კონკრეტულ ადგილზე და მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისი მოგებიდან რაღაც წილი, შედარებით ნაკლები ვიდრე საშემოსავლოდან, მაგრამ რაღაც წილი უნდა დარჩეს ადგილობრივ თვითმმართველობას. ასე იყო საქართველოში. როდესაც ნოღაიდელმა ყველაფერი წაართვა ნოღაიდელის პრემიერობის დროს, როცა ყველაფერი წაერთვა თვითმმართველობებს, მაშინ 85% რჩებოდა საშემოსავლო გადასახადისა თვითმმართველობას და მოგების გადასახადის თუ არ ვწდები 50% რჩებოდა ადგილობრივ თვითმმართველობას. მე ეს საკითხი გუშინ დავაყენე. კარგი იყო რომ გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა კომიტეტების, ანუ იყო თან საფინანსო კომიტეტის სხდომა და ბატონი იონოფრიშვილი ესწრებოდა და მე ვთხოვე მათ რომ გარკვეული ინდიკატორული, ასე ვთქვათ, კონკრეტიკა ამ უпростоრეთ საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის კონკრეტიკა წილისა, რომელიც უნდა დარჩეს მათი აზრით ადგილობრივ თვითმმართველობას მოეხდინათ და ჩაეწერათ ამავე კოდექსში. ეს არ ვიცი 80-20-ზე იქნება, 70-30-ზე იქნება, 40-60-ზე იქნება, ეს უკვე გათვლების შედეგად უნდა გააკეთონ მათ, ვინც იღებს ამ პასუხისმგებლობას, ანუ სამინისტრომ და შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა. მოკლედ, ბევრი არ გავაგრძელო. ამ ყველაფრიდან რაც მე ვისაუბრე და კიდევ იყო იქ სხვა საკითხები, თქვენ იცით რომ კოდექსის პროექტში ადგილობრივ თვითმმართველობებში ფრაქციას როგორც ასეთ საერთოდ გაუქმება უნდა კოდექსის ავტორებს, რომ პოლიტიკური ელემენტი, პოლიტიკური ბერკეტი რომ ფრაქცია გქონდეს საკრებულოში, საერთოდ აუქმებდნენ. აღმოჩნდა რომ კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალმა პარტიებმა უბრალოდ არ იცოდნენ, ეგ ნაწილი ან არ ქონდათ წაკითხული, ან გამორჩათ. ნუ იქ მოგვეცა საშუალება რომ ყველასთვის გვეთქვა რომ ვერ გავიგე ახლა პოლიტიკოსები ხართ, პარტიები გყავთ და როგორ შეიძლება რომ თვითმმართველობაში ფრაქციები არ არსებობდესო, ნუ პირდაპირ გეტყვის, ეს აღშფოთება გამოიწვია მათი ამ ჩანაწერის, ასე ვთქვათ, გაჩენამ, რომ
ფრაქცია აღარ არის ფრაქციის თავმჯდომარე თანამდებობის პირი და ფრაქცია აღარ ფინანსდება და საერთოდ ფრაქციის შექმნა აზრს კარგავს და მაგალითად ეკონომიკური კომიტეტის ხდომაზე პირდაპირ ხაზგასმით მოითხოვეს ჩაეწერათ რომ ეს არის დაუშვებელი და ეს უნდა აღდგეს და ასე შემდეგ. იგივე იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდანაც. მოკლედ იყო საკითხები, ახლა უნდა დაველოდოთ ჩვენ იმას თუ როდის დამთავრდება საკომიტეტო მოსმენები, როდის ჩაინიშნება პირველი მოსმენით ხდომაზე გატანა საკითხისა და აი აქ რა გავა, ანუ რა დარჩება კოდექსის პროექტში, ის იქნება მნიშვნელოვანი და მე ბუნებრივია განხილვებს უნდა მივყვეთ ბოლომდე. და ერთი კითხვაც ბატონო. კი ბატონო. დავით უსუბაშვილი ერთ სატელევიზიო გადაცემაში ამათინათ თქვა რომ იმას რასაც აპროტესტებს დღეს საპარლამენტო ოპოზიცია, ყველაფერი ეს არის გაწერილი მათ წინასაარჩევნო პროგრამაში, მათ შორის ახსნა ახალი მემარჯვენეები. ანუ ისინი აკრიტიკებენ იმას, რასაც თავაზობდნენ ამომრჩევლებს. ხო, ეს იყო ტყუილნარევი კომენტარი. ძალიან რბილი ვარ შეფასებაში. ეს იყო ტყუილნარევი კომენტარი. მე მინდა თქვენი პრესკლუბიდან ერთგვარად უპასუხო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ის რაც ეწერათ ახალ მემარჯვენეებს 2007-ში 2012-ში, 2010-ში რესპუბლიკელებთან ერთად და 2005-ში რაც მე გავიტანე როგორც კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, ნიშნავდა ორდონიან სრულფასოვან თვითმმართველობას. პირველი დონე, ქვედა დონე დღევანდელი რაიონის, ასე ვთქვათ, დონეზე, მეორე დონე სამხარეო დონეზე. ოღონდ ეს არ იყო გიბრიდი, რომ მეორე დონეზე, ანუ რეგიონის დონეზე, დღეს რაც უწერიათ და ჩვენ გქონდა სამხარეო დონეზე იქმნებოდა არჩეული თვითმმართველობითი ორგანო, ანუ საკრებულო და ეს არჩეული თვითმმართველობითი ორგანო ირჩევნა აღმასრულებელ პირს, ანუ ადმინისტრაციის უფროს ან თუ გნებავთ გუბერნატორს. დღეს რაც გვთავაზობდნენ, სამხარეო დონეზე ქმნიდნენ ვითომ ასოცირებულ საბჭოს თვითმმართველობებისას, რომლის უფროსიც იყო ცენტრიდან დანიშნული გუბერნატორი. ეხლა ამაში თუ განსხვავებას ვერ ხედავს რომ ვინმე ამ ქვეყანაზე და მით უმეტეს პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ გაჭირდება კამათი. ამიტომ როცა საუბარია რომ ისინი თვითონ ითხოვდნენ, ჩვენ ვითხოვდით სრულფასოვან თვითმმართველობას როგორც წარმომადგენლობით, ასევე აღმასრულებელ სტრუქტურაში. ისინი კი შეეცადნენ რომ ვითომ რეგიონის მასშტაბით ასოცირებულ საბჭოს თვითმმართველობებისას დირექტორად ხელმძღვანელად დაენიშნათ გუბერნატორი, რომლის ბუნებრივი ხელმძღვანელი კიდევ არის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. ეს ნიშნავდა, რომ დანიშნულ პირს უნდა ეხელმძღვანელა არჩეული საკრებულოსათვის, რაც არის უკატასტროფულესი ვერ გაგება და შეცდომა თვითმმართველობის შინაარსისა. მას არ არსებობს სუბორდინაციული დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას შორის. თვითმმართველობა არის თავისუფალი და დამოუკიდებელი თავის უფლებებში, თავის ფინანსებში, თავის ქონებაში. როცა აქ იწყებ ხელის ჩაყოფას და ფათურს, ეს არის ძალიან ცუდი. ეს ამის ილუსტრირება მოვახდინეთ ჩვენ და სამწუხაროა რომ ბატონმა დავითმა ტყუილნარევი კომენტარი გააკეთა მათ შორის მემარჯვენეების, ასე ვთქვათ, მოთხოვნებთან და პროგრამასთან დაკავშირებით. რასაც მე ვამბობ ახლა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ასეა და ნებისმიერ პიროვნებასთან შემიძლია ნებისმიერ ფორმატში ამ თემაზე ვისაუბრო. ბატონო ამკა დღეს უკრაინის მხარდამჭერი აქციას მართავენ ახალგაზრდები, თქვენ თუ აპირებთ საკმაოდ აბსოლუტურად არაპოლიტიკური იქნება ეს, როგორც ვით აპოლიტიკურია, თქვენ თუ აპირებთ რომ შეუერთდეთ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც გამართავენ მხარდამჭერ აქციას? თუნდაც პოლიტიკური იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? თბილისში რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ არაერთ გზის გამართულა მხარდამჭერი აქციები. ჩვენ ახალი მემარჯვენეები პერმანენტულად ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, იმ დღეს მეც გახდით, ქალბატონი ფიქრია და მანანა იყვნენ მისულები, ანუ აქ ორი აზრი არ არის, გნებავთ რომელიმე პოლიტიკური პარტია იყოს ამის რაღაცნაირად ინიციატორი თუ ორგანიზატორი, თუნდაც ოდიოზური. ხო? და თუნდაც მიუღებელი ჩვენთვის. აქ მთავარი ის არ არის ვინ არის ორგანიზატორი, აქ არის მთავარი ის რის სოლიდარობას ვაცხადებ და რატომ მივდივართ იქ. უბრალოდ მე ვისურვებდი რომ ასეთი მოვლენის სოლიდარობა საქართველოს დედაქალაქში, ქვეყანაში, რომელსაც ანალოგიური პრობლემები უდგას, ვისურვებდი ცოტა უფრო სოლიდური ყოფილიყო. მათ შორის რაოდენობრივი თვალსაზრისითაც. რაც შეეხება ჩემს ჩართულობას, მე მართალი გითხრათ, გუშინ ქუთაისში გახდით და ზუსტად დრო არ ვიცი, თუ ოდნავ ჩემი დაუშვათ საკითხების თუ საქმეების გაწერა ოდნავ მომცემ საშუალებას, აუცილებლად მე მივიღებ მონაწილეობას, თუ არა და
ეხლა აქედან პარტიის ოფისში მივდივარ და ნუ რაღაცნაირად წარმომადგენლობას ჩამოვაყალიბებთ, რომ არ დარჩეს ვინმე შთაბეჭდილება, რომ ან ეს თემა არ გვაწუხებს, ან ვინმეს მიერ ორგანიზებულობის გამო ვემიჯნებით და ასე შემდეგ. დღეს უკრაინა არის სოფლიოს ეპიცენტრში, დღეს უკრაინა არის რუსეთის გავლენის სფეროდან თავის დაღწევის მდგომარეობაში, დღეს უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების ასე ვთქვათ, პოზიციები არის მკვეთრად აცდენილი ერთმანეთისგან, დღეს უკრაინა არის საქართველოსთვის უაღრესად საინტერესო ველზე მყოფი სახელმწიფო და რთულ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო და ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ ქართულ სახელმწიფოს და მეორეს მხრივ საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ერს თუ გნებავთ და საქართველოს მოქალაქეებს გმართებს ჩვენი ხმა შევმატოთ იმ სოფლიო ხმას, რომელიც დღეს ისმის ყველა მიმართულებით. და მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა, უკრაინელი ხალხის სამართლიანი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება კონკრეტული და პოზიტიური შედეგით უკრაინული სახელმწიფოსათვის. კი ბატონო.